გამარჯობა გიორგი. ხო შენ, გიორგი, იცი ვისაც გულისხმობ. კონკრეტულად შენზე მაქვს საუბარი და რომელიმე სხვა გიორგიზე. კონკრეტულად შენზე. როგორ ხარ გიორგი? ვიცი რაც გააკეთე. ვერ უარყოფ გიორგი და ვერც დამალავ. შენ გეგონა რომ ვერავინ გხედავდა, მაგრამ მე გხედავდი. ზუსტად ვიცი რაც წაკეთებდი. კი, ვიდეოც მაქვს. იცი რა? მე მეგონა რომ სიგმები ვიყავით გიორგი. ჩვენ ყველა. შენ კიდე? და სერიოზულად? ლურჯის ღარბი? სერიოზულად გიორგი? და რატო ეკეთა ყავისფერი ამობურცული პამპერსი? მუცელი რატო ქონდა გაბერილი? ფეხებზე რატო ქონდა გახდილი გიორგი? რეალისტურად დახატული ტერფები რატო ქონდა? აყროლებული სუნის მწვანე ეფექტი რატო ქონდა მიხატული? გიორგი? ვინ მიახატა გიორგი? ან არც მინდა მაკითხებზე პასუხი ვიცოდე. მაგრამ ის მონიტორი გიორგი, შენი მაინც ყოფილიყო, ან გაგეწმინდა მაინც. შენი საკუთარი ერთგული მეგობრის მონიტორზე. აღარც ვიცი დანარჩენებს თვალებში როგორ ჩავხედო. ან მით უმეტეს როგორ უნდა ჩახედო. გიორგი, მე რაფერს არ ვიტყვი. შენ იცი რაც გააკეთე და შენ იცი რა იქნება ახლა მორალური საქციელი. ერთადერთი მორალური საქციელი. ჩაიწერე. 567 67 67 67. ესა მონასტრის ნომერი. ვიცი გიორგი რთულია, არა მარტო მისხები გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გამოსავალი აქ არ არსებობს. შენ იცი რაც გააკეთე. ჩვენ ვერ გიშველით, იქნებ უფალმა მაინც გიშველოს. იქნებ მანდ მაინც განიკურნო და ღმერთმაც გაპატიოს. ჩვენ კი ვილოცებთ შენთვის და იქნებ ერთ დღეს ისევ მიგიხოთ. გასაგებია გიორგი, შეგიძლია ხვალვე წახვიდე, არაფრჩალგება არაა საჭირო. როგორც კი მეხვალ, მამა ფემისტოკლე იკითხე და დანარჩენს თვითონ მოგიგვარებს. აბა გიორგი დროებით, იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ.